ჯობაჩელე, ჩემი მესამე სტუმარი ხარ, ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელმაც პირველმა დაიწყო საქართველოში პოლიტიკური პოდკასტები და ტიკტოკები და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მიხარია რომ გესტუმრე და მინდა რომ დღეს ვილაპარაკოთ ყველაფერზე, მაგალითად, რასაც ხშირ შემთხვევაში ხოლმე ფიზიკური ან დრო არ გვაქვს ხოლმე, ან გადაცემის თემატიკაში არ ჯდება ხოლმე. ამიტომ დავარქვით პოდკასტსაც სისტემის მიღმა, არანაირი ცენზურა არ არის, შეგვიძლია ყველაფერზე ვილაპარაკოთ გახსნილად. სალამი, მადლობა რომ მომწვევით. წარმატებას გისურვებ და ზოგადად მგონია რომ ესეთი კერძო ინიციატივები უფრო მოუგებს პროპაგანდას, ვიდრე ის სისტემატიზირებული რაღაც ტელევიზიები, რაც აქვს ოპოზიციურ პარტიებს, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ვხედავთ, როგორი სქემა არის, შენც ეთერში ჩანთენადაც განაყოფიდან, როგორ ვაკეთებთ ხომ მივდივართ, ხდებით და რაღაც ჯერ შენ თქვი, შეიძლება სკინა იმას იტყვი, მე შენ თქვი და რაღაცა მთავარი ნარატივი რაც არის იმას დიდად ვერ გადაუხვევ რა, თუ მოახერხებ იმას რომ გადაუხვევ და 10 ჯერ ამას გააკეთებ, მე უკვე ნაკლებად სასურველი სტუმარი იქნები გადაცემების უმეტესობისთვის. ამიტომ ესე რაღაცა პოდკასტში, YouTube-ზე და ზოგადად YouTube მგონია რომ გამოსაყენებელია ჩვენთვის, რადგან ქართული ეცნობა ვერ ახერხებს რომ აიზამეს YouTube-ში თავის კონტენტის ეგრე მაგრად გაშვება მოახერხოს როგორც მაგალითად ტელევიზიაში და ესე კერძო პატარა ინიციატივები შეგვიძლია რომ შევიდეთ და დავიბუროთ მათ. მათ შორის ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ საარჩევნოდაც ხოლმე საკმაოდ ბევრი ხერხი აქვს პროპაგანდისტვის, საკმაოდ ბევრი არხი აქვს, საკმაოდ ბევრი გვერდი აქვს და საკმაოდ ბევრნი არიან, იმიტომ რომ იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს. და მაგაში ვაგებთ ხოლმე ყოველთვის, იმიტომ რომ არის ოპოზიციურად გაწყობილი რამოდენიმე არხი. და ხდება რა, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ სალაპარაკო ტრიბუნად მთავარი არხი, TV პირველი, ფორმულა და იმათ აქვს ყველაფერი. აბსოლუტურად. და მე ვფიქრობ, რომ ისეთი პატარა რაღაცები, ხო, მაგალითად YouTube-ზე ბევრი ისეთი ადამიანები, რომელიც პოდკასტ გამართავს. მით უმეტეს რომ ახალგაზრდები უმეტესად YouTube-ზე და TikTok-ზე არიან, ვიდრე მაგალითად ტელევიზიას უყურებენ, ხო? ჩემი აზრით უფრო ადგილი გახდება ინფორმაციის მიწოდება და ინფორმაციული ვაკუუმი გაიხსნება, ვიდრე მაგალითად ტელევიზიებში, იმიტომ რომ უმეტესად ხედავ ხოლმე. ყველა ველაპარაკებს მარტო ჩვენ ბაბლს. და ძალიან დიდი პრობლემა არის ეგ. ანუ თან სულ უფრო და უფრო იკლებს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც უყურებს ტელევიზორს, უფრო იზრდება, ვინც მაგალითად სოციალურ პლატფორმებს იყენებს, YouTube-ს იყენებს. უბრალოდ მან რა არის, აი მაგალითად, როცა სატელევიზიო გადაცემას აკეთებ, მან შენ შედიხარ კონკურენციაში სხვა ტელევიზიებთან. ეხლა მაგალითად, როცა YouTube-ზე ან TikTok-ზე ვიდეოს და წარმოვიდგინე, რომ ეხლა რაღაცა ვიდეო დადი TikTok-ს და ვიღაც ტიპი სახში და სკროლობს TikTok-ს და ისე მაგრად უნდა დააინტერესო პირველ 3 წამში. არის შანსი, რომ ასკროლს და რა ვიცი, მანქანები თუ ესევა, ყველაზე მაგარი მანქანის დრიფტი ნახოს, ფეხბურთი თუ ესევა, მაგარი გოლი ნახოს, ძველი ან ახალი ან რაღაცა მაგარი ნიუსი ნახოს, ნებისმიერი რაღაც შეუძლია ნახოს და შენ ყველასთან შედიხარ, თემ სოფელში შედიხარ კონკურენციაში, რომ ის აკვე 1 წუთი იქნება 30 წამი დაგიქმოს მარტო შენ. და ყოველთვის მუდმივად იმაში ხარ, რა ქვია, ტონუსში ხარ, რომ უფრო და უფრო მაგარი კონტენტი გააკეთო და YouTube-ზეც ეგრე არის. და ჩვენი ადამიანები უფრო ის ხალხი, ვისაც მინდა რომ მეტად გავაგონოთ ხმა, მოცემულ მომენტში და უფრო გააქტიურდნენ და უფრო მონდობებულები გახდნენ, ესენი რა თქმა უნდა არიან YouTube-ზე და იმის იქეთ ტელევიზიაში ინტეგრაციებიც არის, რა ვიცი, face to face შეგვიძლია რომ ადამიანებს შევაპარაკოთ. მე მაგ მაგის წმენა, რომ თან მაგალითიც არის ხო, რომ პროპაგანდას მოუგეთ ყველამ ერთად რუსულ კანონზე როცა იყო პირველი, გახსოვს შენც რომ გადაწყდა მთელი პროპაგანდა, იმედი პოსტივით, როლები, ბოტები, მათი დაქირავებული ინფლუენსერები, ჭეში პლაკატები. ყველა იყო ჩართული წარმოდგენა ყველაფერში, მაგრამ გამოვიდა რომ ჩვენ მარტივი მესიჯი ქონდა, ერთიანი მესიჯი ქონდა, ერთად ვაცვლიდით და გამოვიდა რომ პროპაგანდა ვერაფერი ვერ გააკეთა. ისიც ვიცით რომ პროპაგანდის გარეშე ქართული ეცნობა არავის არ წარმოადგენს, წარმოიდგინე, ესეთ მოცემულობა გვაქვს რომ პროპაგანდა არის მათი მთავარი იარაღი. შეგვიძლია რომ გადაუტეხოთ, მიუხედავად იმისა, რომ აქცენტი აქვს რაოდენობაზე და არა ხარისხზე და ფუნდამენტ და მეტი რიჩი აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია რომ გადაუტეხოთ და მაგაზე არ მუშაობთ რა, ეს სისტემურად მუშაობა არ მიდის. ახლა შენ რასაც აკეთებ, ეს პოდკასტიც ხომ მაგისკენაა მომართული, რომ ვიღაცა შენი აზრი გააგებიო და ფაქტისთვის სხვა მხრიდან შეეხედო და შენი სიმართლე მიუტანო და აი ბევრი თუ გააკეთებს ამას, მგონია რომ უფრო ალბათ შედეგი იქნება, იმიტომ რომ ოპოზიცია დიდად მაგაში რესურს აგებს. არა, ოპოზიციას ბევრი პრობლემა აქვს. აი მათ შორის მაგალითად მე მქონდა ხოლმე პრობლემა, რომ ახალგაზრდებთან შეხვედრები. ოპოზიციას რასაც უყურებდი, მათ შორის ჩემი პარტიაც, ხდებოდა ხოლმე ისევ თავადთვის ნაცნობ ახალგაზრდებს. ანუ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა მაგალითად მე ისედაც ჩემ პარტიას ვაწევდი ხმას. მე მათთან შეხვედრა ისედაც ყოველდღიურად სამუშაო გარემოში მქონდა. უნდა შევხვედრილიყავით სტუდენტებს. იმ სტუდენტებს, რომლებიც მაგალითად ახლა უნივერსიტეტში არიან. იმათთან უნდა დაგვეწყო ლაპარაკი, რომ იცით რა მაგალითად. ახლა სხვათა შორის ერთ-ერთი პრობლემა დადგა.
რომ ევროკავშირი აღარ აღიარებს საქართველოში გაცემულ დიპლომებს. იმიტომ რომ ახან არალეგიტიმური მთავრობა ყოს, სამინისტროების არალეგიტიმურია და სამინისტრო რომელიც განათლების სისტემას მართავს, ის არალეგიტიმურია. ანუ ჩვენ დიპლომებს აღარ აღიარებენ. ამის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ არის. ეს ადამიანები რომლებიც ფიქრობენ იმას, რომ იცი ახლა მე უნდა ვისწავლო, იმიტომ რომ ჩამოსული ვარ რეგიონიდან, ჩემმა მშობლებმა მთელი რესურსი აქ ჩადეს და ახლა მე რო აქცებზე გავიდე და პრობლემა რომ შემექმნას, ხო? მიჩვენია რომ ეხლა ვისწავლო, დავამთავრო უნივერსიტეტი, დიპლომი ავიღო, მე გავიდე აქციებზე და მე ვიბრძოლო და თუ რამე მოხდება, მე საზღვარგარეთ წავალ და ამ ჩემი დიპლომით დავსაქმდები. ვეღარ დასაქმდებიან თავიანთი დიპლომებით, იმიტომ რომ განიხილება სერიოზულად, რომ ჩვენი დიპლომები აღარ აღიარდეს ევროკავშირის ქვეყნებში. და მაგაზეც ინფორმაცია არ არის. ტელევიზიებშიც არ შემოხვედრია ინფორმაცია. არ არის, ვიღაცები წერდნენ, რომ ეგრე მაგრა პენეტრირებული არ არის და თან ყველა რაღაცა თავის თვის ეს რიგს ქმნის, ეგ მოცემულობა და ალბათ სწორიც არის გამომდინარე იქიდან, რომ რაც არ უნდა ეხლა ვიძახოთ, რომ ასე ერთიანი უნდა იყოს ოპოზიცია, მაინც კონკურენტები არიან და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის და ვერანაირ დათქმა ვერ შეცვლის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ვიღაცა იცდება, რომ მისკენ საბალე უფრო მეტად გადაკაჩოს, ბუნებრივია და ალბათ ასეც უნდა იყოს, მაგრამ იმის იქით ყველა რომ რაღაცა თავის თვის წესიქს აწვება და ერთობას რო გულისხმობ და კოორდინაციას მაგაში გულისხმობ, რომ შეგვიძლია ხა, ვიცი, ავდგეთ და ერთი კვირა დაუთმოთ იმას, რომ აი პოლიტბატიმების პროცესები უბრალოდ ვასაჯაროთ და ვიდეო აი საბას ხვიტავის პროცესი რომ ლაივში გაუშვეს და თემა საქართველოს მოყუროს, ან ვინ შეხედავს იმან უყუროს, წარმოვიდგინე ადამიანად დარჩება, ვინც უყურებს, ვინც იტყვის, რომ ჩვენი სასამართლო დამოუკიდებელია და მას პოლიტიკური გავლენები არ აქვს. აი ესეთი რაღაცისკენ თუ მიმართავთ, ეგ იქნება ჩემი ერთიანობა, ეგ იქნება კოორდინაცია. იმის იქით ახლა სამომე ზურაბიშვილის გაკეთებული რაღაცა პლატფორმა, რომელიც არ ვიცით როგორ გააკეთა, სად გააკეთა, რამეს აკეთებს, არა მაგის მესამე არაფერი არ გამიგია. ოპოზიციური ერთიანობა ერთიანი სია, ყველაფერი არის ჩემთვის მოგონილი. რამის თუ გავაკეთებთ, ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ იმაში, რომ კონკრეტულ დღეს ერთი დღე ავიღოთ და რეაქციონერულ რეჟიმში კი არ ვიყოთ, რომ ხა კობახიძემ რა თქვა და კამალძემ რა თქვა და როგორ უპასუხოთ იმაში ვიყოთ, რომ ჩვენ ასაც გავაკეთებთ, მაგაზე უწევდეთ პასუხისგაცემა და პროპაგანდას მუშაობა იმაზე იმის ფიქრის დრო არ კონდეს ხვალ ჩემი ახალი ტყული რა გავავრცელო, იმას ფიქრობდეს, რომ ეხლა როგორ დავაკავოთ, რომ ის დღის ეს იგი, რასაც ეს ადამიანები ავცელებენ. აი კიდე ერთი შეკითხვა მაქვს. ამ არჩევნებზე რაც ფიქრობ ხა, იმიტომ რომ გაყოფილი არის აზრი ორად. მე პირადად ასე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი არის, რომ ჩვენ რომ მონაწილეობა არ მივიღოთ, ну, უფრო მსხვილმა პარტიებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა, ქართულ მოძრაობა გამოიყენოს თავისი სატელიტი პარტიები და აი მერე დაიწყოს უკვე ამ დიდი პარტიების გაუქმება და დაიწყოს პროპაგანდა იმისი, რომ ამ პარტიებს, ამ ოპოზიციურ პარტიებს იდეაში არჩევნები კი არ უნდათ, ამათ უნდათ გადატრიალების მოწყობა და აი ჩვენ გვყავს ოპოზიცია საქართველოში, ნორმალური ოპოზიცია და გამოიყენონ თავისი ალტიფო დაარეგისტრეს ფოტოშოპს მომდენიმე დღის წინ ის პატრიოტთა ალიანსი ხალხისა სუპერ ზოგადად ისენს ბევრი პარტია დარეგისტრირება, რაიმე პარტიის გასუცხლებათა მომდევრად ბევრი პარტია რეგისტრაციას ვება. არჩევნებში ვინც იღება მონაწილეობას, მაგათ უმეტესობის სახელით შეიძლება მე არ იცოდეს, მაგრამ ჩვეულებრივად მოსვლა მაგ ხალხისგან ამის ყიდვან, უქირაობა და ქართულთან შეუძლია ეგ გააკეთოს. ნებისმიერ შემთხვევაში პროპაგანდა მოიფიქრებს რაღაცას, რასაც იტყვის, მონაწილეობასაც შეეხება, მოლოდინები უნდა მართოთ. რა ეხლა ვიღაც თუ მეტყვის, რომ იცი რაც ეს ქვეშ არაფერი არ შეიცვალა, ქოცებს ვერაფერი ვერ ვიაწრი, ვერაფერი ვერ დავათმობინე, პოლიტბატონები ისევ ციხეებში არიან, ადამიანები ქუჩაში ახალ არჩევნებს ითხოვენ და მე ახლა უნდა შევიდე არჩევნებს და უნდა მოვიგო. ეგ გავიგე. ახლა არ იქნება. და იქნება ტყუილი, იმიტომ რომ თუ წინა არჩევნები წააგე, იმიტომ რომ გაგიყალბეს და მეუნები რომ აი ეს გაყალბების გამო ყოველთვის წავაგებ და რა აზრი აქვს, რაღაც უნდა შეიცვალოს და ეხლა მეუნები რომ მოსაგებად გავდივარ, ну არ მესმის რა პირველ რიგში რუსთავი შეგებულია ყველაზე სულისგებლიანი ამორჩეული ოპოზიციის და მაგ ხალხს თუ ვერ გააგებინებ შენს გადაწყვეტილებას, მაშინ ხო ფიზიკურად ვეღარავის ვერ გააგებინებ. ну იმას კიდე გავიგებდი რომ ვიღაცა თქვას რომ ეხლა მინდა მონაწილეობა მიიღო, იმიტომ რომ ქართულ მოცემა მარტივად ამოიგოს, ვიცი რომ ეხლა ვერაფერს ვერ მოვიგებ, მაგრამ კიდე მინდა რომ რაღაცა ხელი შეუშალო და ახსნას რატო არ არის ეს ლეგიტიმაციის მიცემა. ამას გავიგე უბრალოდ კიდევ ერთი ტყუილი რაც შეიძლება ამ დილება მოიტანოს, რომელიც ოპოზიციას ეხლა დაარქვა თავს, იქნება აი დაზიანებული იმიჯის საერთოდ განადგურება. ეხლა ჩვენ ხო ვიცით რომ თუნდაც რუსთავაზე შეკრებილი ადამიანები პარტიულები არ არიან, პარტიული სტრუქტურიდან მართვადი ხალხი არ არის, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიმართლის დასაცავად გამოდიან და პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს უყურებენ როგორც ინსტრუმენტს, რომელიც უნდა გამოიყენოს. თან წუწუნებენ იმაზე, რომ კარგად ამ ინსტრუმენტს ვერ იყენებენ, თავად ამ ინსტრუმენტების უმნიშვნელობა ესე რომ ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ მინიმუმ ყველაზე პასუხისმგებლიანი ამომრჩევას ესმოდეს, რას ვაკეთებთ რა. ის კი არა რომ მაინც მოწონდეს, მინიმუმ უნდა ესმოდეს, ანუ ტყუილი არ უნდა იყოს, რა მართალი უნდა იყოს. და იმის იქეთ ხელ ვინ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, არის ნებისმიერ შემთხვევაში რამის თუ არ დათმოს ქართული ოცნება წაგებული თამაში.
აი ნახე მან წავედით დათმობაზე წავედით რა. ჩანს ახლა ხალხისთვის ის რომ მაგალითად ოპოზიციაში რომ მოხს იმას რომ აი მაგალითად საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდეს. ოღონდ ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია რომელიც აქ მხოლოდ ტურისტებად არ ჩავდა, იმიტომ რომ ხშირად ხედავთ ხოლმე რომ ჩამოდიან და უფრო მეტად არიან დათვალიერებით, ქალაქის დათვალიერებით დაკავებულები ვიდრე არჩევნებზე დაკვირვებით. ხო, ისე შეუიანებელი თვალითაც ჩანს ხოლმე რას აყალბებენ და რას აფუჭებენ ქართულ ოცნებაში არჩევნების დღეს კონკრეტულად იმის იქით ხა ფიზიკურად ვერ დააგვირდებიან ჩვენც კი ვერ ვაგვირდებით ბოლომდე არ ვიცი სიმართლე გითხრა ხა რას სამუშაოებს ატარებენ მე რაც ვიცი და მე რესტორანს მისაუბრია არის მსაუბა ნორმალური სადამკვირვებლო მისიებისგან რომ არ იქნება აქ სადამკვირვებლო მისიები არ იმუშავებენ გასაგებია რას ბელორუსიდან შეიძლება ჩამოვიდეს და ნებისმიერ არჩევნებს დააკვირდეს მაგრამ იმის იქით შეიძლება რომ არ აღიარონ ეს არჩევნები, თუმცა თუ ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას მიიღებენ, მაშინ პირიქით იმაზე უნდა იმუშაონ, რომ ჩამოვიდნენ, ყველა მისი აქ ჩამოვიდეს და ყველა დააკვირდეს არჩევნებს. მე ზოგადად მაქვს იმის მენა, რომ შეგვიძლია არჩევნების გზით მოვუგოთ ქართულ ოცნებას, ან შეგვიძლია ისეთი პერფორმანსი გავაკეთოთ, რომ იმხელა გაყალბება დაჭირდეს, აღარავის კითხვა აღარ გაუჩნდეს, ანუ ქართული ოცნების წევრებს და პროპაგანდას უბრალოდ უტყდებოდეს იმის თქმა, რომ არ გაყალბებულა კარგი არჩევნები იყო. თვითონაც რო თქვა, რომ უხერხული არჩევნები იყო და რაღაცა ძალიან მაგარ გაგვექცაო რა. გვაქვს ამის ესუს რო გავაკეთოთ, იმიტომ რომ არის საკმარისი უკმაყოფილება, რომელსაც ჭირდება პოლიტიკურად მიმართულების მიცემა. სამწუხაროდ ჯერ ვერ იძლევა, თუმცა მგონია რომ ეს უკმაყოფილება არ იკარგება. ვიცი რომ გახსოვს უამრავი ადამიანი რუსთავაზე რომ ეს ყმახიძე რომ გამოვიდა და განცხადება რო გააკეთა, აი წინა წლებს რო თავი დავანებოთ, აი უამრავი ადამიანი შეიკრიბა და სიცოცხლის საფრთხის მიუხედავად ჯანმრთელობის საფრთხის და ფინანსური სტაბილურობის საფრთხის მიუხედავად იქიდან და თავიანთი სიმართლის თითქმის ეს მართვადი პროცესი არ იყო მაშინ და ხალხი თავისით ორგანიზდებოდა. კი, რა თქმა უნდა და ეგ ხალხი ხო არ გაქრა, ეხლა მე ვერანაირად დამაჯერებს, რომ ეგ ხალხი მასიურად ევროპაში წავიდა, იმიტომ რომ ვიცნობ მაგათ უდიდეს ნაწილს და არ ვიცი, აქ არის ნუ უდიდეს ნაწილს არა, ბევრი ადამიანი ვიცნობ ბევრი შრიდან და აქ არიან არ წასულან, რომ ჩვენთვის რაღაცა მანიშნებელი იქნებოდა რომ ვიღაცები ჩემი თვალსაჩინიდან გამქრალიყვნენ, მაგრამ არ არიან წასულან. ეგ ხალხი ხო არ გაქცეულა. უკმაყოფილება ხო არ შენელებიათ, ანუ ეს მასა ისევ აქ არის, რომელიც უბრალოდ უნდა მიმართო, უნდა აჩვენოს სწორი გზა. ეხლა ვერ ხედავენ სწორ გზას, იმიტომ რომ ვერავინ ამ სწორ გზას ვერ აჩვენებს რა არის, ვერ უხსნის სწორი. ეხლა წამოდი რუსთავაზე დაგექი და სწორი დგომა და თან მაგალითს მოგცემ, ჩემი იქ დგომით აგიხსნი, ეს სად მიგიყვანს? ეს ვერ აკეთებ. ამიტომაც არ დგას იქ ხა 300,000 ადამიანი. კი, ერთ-ერთი პრობლემა იქ არის, რომ ჩვენ ამ მრჩეველთან არ გვაქვს ისეთი კარგი კონტაქტი, როგორც უნდა გქონდეს. იმიტომ რომ შესაძ ან ვერ უხსნით ხალხს, რომ ეხლა მაგალითად რა მნიშვნელობა აქვს იქ დგომას. იქ დგას, იმიტომ რომ თვითონ უნდა და თვითონ ამის წამს რომ იქ მისი დგომა ბევრ ამას ცვლის და მართალიც არის ძალიან დიდი გმირობა არის, რომ სამსახურში პრობლემების მიუხედავად, სახში პრობლემების მიუხედავად ხალხი გამოდის, თავის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას წირავს და იქ დგას. მაგრამ ხა რო გამოდიოდეს ოპოზიციური პარტიები და ხსნიდნენ, რომ იცით მაგალითად აი ხა აქ რო დგავართ, აქ დგომის მიზეზი არის ეს. ხო, აი მაგას არ აკეთებენ, ნაკლებად აკეთებენ. უფრო მეტად რა პრობლემა ის კი არა, რაღაც ახსნათ. მან უფრო პრობლემა იყო არა იმაში, როგორი სქემა დაუხატოთ ეხლა გამოვიდნენ. თავარი პრობლემა შეიძლება იყო მოვუდინების მართვა რა. ყოველი სხვა აპოკალიპტური სურათი ხატებოდა, ეხლა მე რაც მახსოვს 20-20-დან ჩავერთე და ეხლა თუ არ მოვიგეთ, ბიზნესში ჩამოს რუსეთები იქნებით, შეიძლება ის შევუგზებთ. ესე იყო სულ და ჯერეთი მგელი რო იწევს და მართლა მგელი რომ მოვა მე და მართლა დაინახავ უკვე შეიძლება აღარავინ აღარ დაგიჯეროს და მე მეორე ყოველთვის გმირით მომდის რომ ეხლა რაღაც მოხდება ძალიან მაგარი ავტორიტარული რეჟიმია მაგრამ ეხლა ჩვენ რაღაც ერთი შეკლებით მაგარი შეკლებით გადავყვით ამათ და აღარ იქნება ხელისუფლება ეხლა ვიღაც გამოვიდა გეგმას გამოაცხადებს და ისეთ გეგმა იქნება რომ გავიგდებით ყველა და ამ გეგმას აღვით და ბიზნესა დამარცხდება და მოლოდინების მართვა არის თავარი რაც უნდა გააკეთოს პოლიტიკურ ასპექტში არ შეიძლება ხალხს მოდიოდა იცოთ რომ ეხლა იცი რა პიაზი გასკდა და რეჟიმი ყანყალებს და მეგობრებო ცოტა დაგვრჩა და იცოდე ცოტა ხანში ყველას მიაღწევთ და მე ეს ადამიანი ხედავს ეს ცოტა თუ დაგვრჩა ცოტა თუ და არ გავიდა ეს ცოტა ანუსია რომ ცოტა არის ხო და ჩემი დღესაც ეხლა ვინც გამოვიდა მეტყვის რომ რეჟიმი ყანყალებს მე ჩავთვლი რომ ეგ ადამიანი თვითონ ყანყალებს იმიტომ რომ არ ყანყალებს არაფერი რა კი არის ზარები არის უკმაყოფილება არის რაღაც მცირე შანსები რომელსაც ჭირდება გამოყენება ასევე ჭირდება გაძლიერება რომ დავიმოვიდოთ კონკრეტულ შანსს და კონკრეტულ მომენტს და უბრალოდ თავარი პრობლემა კიდე იცი რა მაქვს ამის იქით მე როგორც ამომრჩევლს მე მეუბნება პოლიტიკური სპექტრი რომ ითხოვს არჩევნებს არავინ არ ემზადება როგორ შეიძლება ითხოვდე რაღაცას რომელსაც არ ემზადება სამ თვეში რო არჩევნები დანიშნო ხო მომზადებლები ვართ ხო და მაგაშენების ხო არ ვართ საათ და რატო არ ემზადებიან არ ჯერათ იმის რომ არჩევნებს ვინმე დანიშნავს და მაშინ უნდა თქვა რომ ხა აღჯერა გამოსავლის ეს არ იქნება ან უნდა გითხრა რომ უნიათოები ვართ და არ მომზადებით ან რაღაცა გვაკლია და დავეხმაროთ მაგრამ შეუცოთ ის რაღაცა რაც აკლია მსხვილ პოლიტიკურ პარტიებს იმისთვის რომ არჩევნებს მომზადოთ იმიტომ რომ ეხლა ასეც უყურებთ
ან ფიზიკურად ხვალ ვერ ჩანიშნო არჩევნები, ან ბავშვი სამთვეში ჩანიშნეს არჩევნები. ფიზიკურად ყველა დიდი პარტია, ეხლა 4 დიდი პარტია ყავს, არ არის მზად არჩევნებისთვის, საარჩევნო ეტაპისთვის მზად არ არის. და ყველაზე ცუდი რაც აქვს ხოლმე რა, აი მე რასაც უყურებ ყველა პარტიას რა, რომ საარჩევნო მარათონიდან ვერ გამოდიან ხოლმე. საარჩევნო მარათონში არიან და აი არჩევნების მერე ხო გაყავდა არჩევნები, ერთად განან, უყურებს სცენაზე ერთად განან და მაინც უყურებ რომ თავთავიან ხალხს ელაპარაკები. თავთავიან ბავშვებს ელაპარაკები. კომფორტი ზონა ეგ უფრო ადამიანური ახლა და პოლიტიკური კომფორტი ზონა, შენ თავიდან ასე ვთქვი რომ ვიღაცას უცხდებიან და შეხვიდა როცა არის, რაოდენობა უხარეთ და იმ რაოდენობაში ახალი არის, ძველი არის, შენი თანაპარტიელია, ბიძაშვილია, არ აინტერესებს სიამოვნებაში მაგ შეხვდით დროს ახალს ვერავის ვერაფერს ვერ აგონებს და მაქსიმუმ გააკეთოს ის რომ ფოტო გადაიღოს კარგი და აი ნახე ჩემთან ამდენი ადამიანი მოვიდა. ჩემთან უფრო მეტი მოვიდა. ხო, იმის იქეთ არაფერი არ გამოდის და საბოლოოდ ახლა ეს ისეთი მცირე პრობლემებია, კი მე იმაში გეთანხმები რომ პრობლემაა ის, მაგრამ იმდენად მცირე პრობლემაა, დიდ პრობლემასთან შედარებით რომ არაორგანიზებულობა ხდება და მართლა ხანდახან იყო ხოლმე რომ აი რაღაცა შეხვედრები იყო რაღაცებზე ფიქრობდი და მithქვამს კიდეც. მეგობრების ახლა მოსახლეობა მართლა რომ ხედავდეს ახლა მეთქი ახლა ხდება. ჩვენ გადავწყვეტენ მეთქი ალბათ პირველ რიგში ვიღაც ადამიანი ხმაინც რო უყურეს ტელევიზორს ხალხსმხიანი გამოდის და ფიქრობს რომ ამის უკან ვიღაცები დგან ან რაღაც მუშაობენ და ხანდახან გადაწყვეტილი ისინი მიიღება რომ მუშაობენ კი არა ვიფიქრა ამაზე მაგას ფიქრობენ აფიქრი თუ არა. ხო და უბრალოდ საშინელება არაფერი არ გჭირს რა. ჯერთი ამაზე უარყოფით. ანუ მოგარებათი არის. ხო არა მოგარებათი არის, იმიტომ რომ საქმეც არ არის ქვეყნა პირიქით ჩამოსასვლელია. აი მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი გამიბრაზდეს ახლა რასაც ვიტყვი, ვინც მიყურებს მათ შორის შენ პარტიიდან, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი აპოლონის გამოსასწორებლად არის თაობის ცვლილება პოლიტიკურ სპექტრში. შეიძლება იყოს გამოსავალი. იმიტომ რომ ცუდი გამოსავალი. შეიძლება ცუდი არის, აი გეტყვი რატო ვფიქრობ რომ ერთ-ერთი კარგი გამოსავალი არის ეგ. რასაც უკვირდებით ხო, ჩვენ წინამორბედები ერთმანეთთან თქვათ კარგად ვერ თქვათ კარგი კომუნიკაცია არ აქვს. უმეტესად გილებია ხო. ხო, აი ხა ნახე, აი ავიღოთ მაგალითად შენც ახალგაზრდა ხარ, მეც ახალგაზრდა ვარ, სხვადასხვა პარტიებიდან ვიყავით. ეხლა ნუ შენ პარტიაში აღარ ხარ, მაგრამ იმედი მაქვს რომ მუშაობ. ჯერ იმედი მაქვს მუშაობ და ველოდები. მე და შენ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პარტიებიდან ვიყავით, ყოველთვის ჰქონდა კარგი კომუნიკაცია. აქციებზეც, ტელევიზიაშიც და იმის იმედი მაქვს, რომ მალე შექმნი მაგალითად შენ პარტიას და მომავალში თანამშრომლობა შევძლებთ, შეიძლება როგორც სხვადასხვა პარტიები, მაგრამ აი ეს თანამშრომლობა შევძლებთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთზე კი არ უნდა ვიყოთ, აი მაგალითად აი ჩელეს აი თავის დროზე რაღაცა ცუდია გაკეთებული, ეს ცუდი კაცია და შეიძლება აი შველიძე საიდან იყო კაცო? ხო გახსოვს აი მაგაზე სახეები არის იდეების წინ. ხო რა, ანუ ეგ ამბავი არის რომ ახალგაზრდებს მეტად შეგვიძლია ერთმანეთთან მუშაობა კარგად და რატომ? ისტორია გვაქვს და ეს ისტორია არის კარგი, იმიტომ რომ ეს ისტორია დაიწყო რითი, რომ აქციებზე ყველას ერთმანეთში ხელი ქონდა ოკიდებული და ვცდილობდით რომ ერთმანეთი მაგალითად პოლიციას არ გაიტაცა რომელიმე ჩვენთაგანი, იმიტომ რომ მე ყოფილა რომ გარვარ წინახაზე ისეთ ადგილას რომ არა მარტო ჩემი პარტიის ხალხი იდგა, სხვადასხვა პარტიის ახალგაზრდები ვიდექით, ოპოზიციურ პარტიის ახალგაზრდები ვიდექით და ყველას იქ ერთმანეთის იმედი ქონდა და არც ეს არ გავატარდით იქიდან რა არავინ არ არკვევს ახლა იმას რომ იჭერენ ის რომელი პარტიიდან არის კონკრეტულად ხო არავინ არ არკვევს რა ყველაზე მაგარი რაც მაგ აქციებმა მოგცა აი თავიდან დაწყებული იყო ის რომ ადამიანებმა აღმოაჩინეს ერთმანეთი და დავინახეთ რომ ხო ბევრი ვართ მაგრები ვართ ჩვენ უფრო ახალგაზრდები ვართ უფრო მეტი ხანი მოგვიწევს ამ ქვეყანაში ცხოვრება მინიმუმ ამიტომ მოვგებთ ყველას ახლა ვინც გვერდვის და ამის იქეთ რაღაცა ახალი სამოქალაქო ნაციონალიზმის ნაპერწკალი დაიბადა და ეგ ნაპერწკალი გაგვიდება. შენ რასაც მეუბნები, თაობებს შორის განსხვავება, ეგ განსხვავება ნამდვილად არის რა. რაც არ უნდა ეხა ჩემი თაობის მემარცხენესთან რაც არ უნდა განსხვავება მქონდეს, ეთერებში რო ხდებით ხოლმე და რამე ამათი თუ მიდის, არასოდეს არ გადავდივართ ხოლმე პირველ შეურაცხყოფაზე, იმიტომ რომ ის როლაზე. განძობა არის რა ეხა ჩხუბი თუ გინდა ჯერთი ვისაც უნდა მოვერიო, ამით ვერ დაამტკიცო რომ მართალი ხარ. შეიძლება დაამტკიცო რომ კონკრეტულ მომენტში უფრო ძლიერი ან უფრო მოხერხებული ვიყავი და ამის იქეთ ნორმალურ კომუნიკაციას ალბათ იქ დააბრუნებდა. თუმცა ისიც აღმოჩნდა რომ პოლარიზაცია ამ ხრივ პოლიტიკურ სპექტრში ამაზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ქართულ ოცნებას ეკისრება, იმიტომ რომ მათ შეეძლოთ რომ ამგვარი პოლარიზაცია არ ყოფილიყო. თუმცა დღეს უკვე ყველასთვის რაღაცა შენებინები აქვს უკვე სამჭიროა კომუნიკაცია და მათ შორის პარლამენტში მე წარმომიდგენია რომ უნდა ისახეს ახლა მე რომ დავხარე პარლამენტში და უნდა მესვენეზე ცივი სახით ინტერპრეტაციის ექსპერტები მოყავდა და მინისტრის პრემიერ-მინისტრის მთელი
არცი რომლის კითხვაზე პასუხისგან შეიძლება ის არის რომ ვიღაცას შეიძლება მგზავრებას ვიღაცას მაამძღავს და ეს როგორ მინაშენობა ეს კოჰაბიტაცია დაიწყო მე რაღაცა გაწევანოწევი და ხო მინდა სირკი მოდის რა პარლამენტში მოსახდა მილას გამერ ხოლმე ჩვენ და ვიღაც ვიცი რა ეკონომიკა კარგად ვიცი რეგისტრი და პარლამენტი უნდა იყო რომ მაგრამ ჭიდა ხო აი იმ დღეს ნახეთ მე გაგიწევს კი ფოტოს გავსწრებდა რომ იურიდიულ საბჭოში ხო და აი ესე რაღაცა შემოგვაყარის რა და მივიღეთ ის სიტუაცია რომელიც გვაქვს მაგრამ ქართული ოცნება საბოლოო ჯამში ისიც უნდა ითქვას რომ ეგენი არიან დამნაშავეები იმ პოლარიზაციაში რაც გვაქვს და იმ ხარისხში როგორც გვაქვს იმიტომ რომ მათ შექმნათ მონდომება არის ხება სამწუხაროდ վերაწყვის წავიდნენ მიზით რომ ქვეყანაში მოხდეს აი პოლიტიკის სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზი ჩემი ეს არის თაობების არცვლა. აი ხა მაგალითად წევას საუბრობდით ჩვენ ახალგაზრდები CF-ში, რომელსაც ხშირად იძახიან ხოლმე, რომ აი ხა ახალგაზრდები იქნებიან CF-ში, ახალგაზრდები ჩაერთვებიან პოლიტიკაში, მეტი ახალგაზრდა პარტიაში და ხედავთ, რომ ეს ახალგაზრდები ტელევიზიებში ჩანან, აქციებზე ჩანან, მაგრამ საქმეზე რო დგება, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მათ პარტიულ ცხოვრებაში და პარტიულ ასე ვთქვათ დღის წესრიგში. და რამდენად არის ხომ შესაძლებელი რომ აი არჩევნებში იყო, იმიტომ რომ და კიდე ხო გასასაზღვრი არის ვინ არის ახალგაზრდა. ეხლა პარტიულ სიაში შეიძლება იყოს ვიღაცისთვის ეხლა 35 წლის კაცი ახალგაზრდა არის, ვიღაცისთვის არ არის ახალგაზრდა, ეხლა ჩემთვის მაგალითად ხო 30-ს გადაცილებულს მე უკვე ახალგაზრდას ვეღარ ვეძახი ხოლმე რა. ხო, ანუ აღარ არის ჩემთვის ახალგაზრდა რა, ის უკვე შემდგარი პოლიტიკოსი არის, რომელსაც უკვე პოლიტიკა უნდა აკეთოს, ის ახალგაზრდა აღარ არის. საბოლოოდ ახალგაზრდა შოუმის იყოს ახალგაზრდა შეფუოს მე მისის მოტივი რომ დაგმოწოს იყო ახალგაზრდა იმიტომ არაფის მოიშენდა გადაგების სანამ ცოტა ხანი არასასაბამოა დაიბადა და ცხოვრობს და ახალგაზრდა ჩვენ უნდა მოწოს და ახალსის მოგონოთ რომ ჩვენ დავიღალით ჩვენი სახელით მე მათი ნაწილი კომპლექტირებულია როცა ეს იდეას ამოვიწყდა კარგია იდეას შეიძლება რომ სპილოს სიმძულა მოხდინა იდეის ისეთებო იმიტომ რომ ესეც ის გამო კონკრეტულად პროპაგანდა ჩვენზე მუშაობს საბოლოოში ჩემი აზრით პოლიტიკურ პარტიები იყვნენ და გასაგებია რაღაცის არის მიგრაციის სასწრაფო მაგრამ მე არ მინახავს კაპიუს სქემა ახალგაზრდა პოლიტიკურ პარტიაში რომელიც აიქცევს წინ და ამიტომ ის პოლიტიკაში შეჭრა როგორც აქტივისტი ამიტომ პოლიტიკოს და პარტიის ეკონომიკის შეერთება მე ვერხელ რომ ის რაბინოს უნდა არის თავის მომავალში შრომითი და სამოჯაში მოხდეს ეს შეჭრა მე და ცოტა მე ვიცი ხო ჩვენ ცოტა სხვაებზე წავედით და მე პოლიტიკური სხვა ეგეთი პარტია გაიყო და სამოჯაში სულაზე შემოთქვა ადამიანი როგორც მაქსიმალურად გვიწყობდა ხელს იმაში რომ პოლიტიკაში შეხვდეთ და შანსი მოგვცა პოლიტიკური გაიგების და მოიარა შეიძლება თუ კიჩი ხარობს მე თავიანთი სული პოლიტიკური პარტია იყო და იქ რაღაცა კოროიზე იყო და რაღაცა ახალგაზრდა მოგვიწყდა შანსი და სულ მოლერე ყველა სოფის აძიდა სხვა მხრივ ყველა მოსიდი და ახალგაზრდა რომელსაც ამასაკუთრებლის სიაში საშუალოსები ინფორმაცია თუ პარია ახალგაზრდა კარგი ქუჩაში პარტიაში ქონდაზე სარბინა წინასაარჩევნო დატვარის ახალგაზრდა კარგი პარლამენტში იმის შეიძულოს სულ ეხლა სიტუაცია მოხდა პარლამენტში ახალგაზრდა არის ეს ხოთაშორის აი მე მქონდა ესეთი იდეა რა რომ აი მაგალითად ხო არის ასე ვთქვათ ქალთა კვოტები პარტიაში იყოს ახალგაზრდა კვოტა ნუ იყოს კონკრეტული რაოდენობის ახალგაზრდები რომლებიც იქნებიან სიაში თავიანთი ასე ვთქვათ კვოტირებით და ანუ იმას კი არ ვიძახი რომ მაგალითად წინამორბედი პოლიტიკოსები საერთოდ გავიდნენ პარტიიდან და პოლიტიკიდან არა პირიქით ისინი უნდა დარჩნენ და ჩვენ მაგალითად მათზე მეტი ენერგია გვაქვს ახალი იდეები გვაქვს მათი გამოცდილება გამოვიყენოთ იმ ყველაფერში რომ მივეხმაროთ ჩვენ ქვეყანას ნუ უფრო უკეთესი გავხადოთ პარლამენტში ახლა რასაც უყურებთ თელი ბავშვობა 23 წლის ვარ და 2012 წლიდან ნუ ცოტა ადრეც მახსოვს როგორი ამბავი პარლამენტში არის ჩხუბი ცემატყება ანუ სული ქაოსი პარლამენტში ცემატყებით ხდება საქმის მოგვარება და ამბავი ანუ კანკაროს ძლიერ პარლამენტს დაუტანებდით მოიგერდა და გადაწყვეტა სეულში პარლამენტში არაფერს ეკება არ მინდა უკვე ადამიანი წერია ქოთიოსა ჩეხელ ქოთიოსა ცუდიგზარი მეზღვად არც ეთი კოდები არ მოწოს არც ქალის არც რაღაცა ახალგაზრდის იმიტომ რომ შეგვიძლია მოგადიდე შეგვიძლია მოგილოქოთ ეხლა ჯობია რომ მართლი შეგვიძლია პროვინციაში და მაგით დასვამეს ის რთულია ნებისმიერ შემთხვევაში მაგ მომენტ როგორ კოდი თუ მოხდეთ სადმე
ყველა დღეს ეს ახალგაზრდა მაგიტომ ეს კონკრეტულად კანდა კუთის ამბავში ჩასვეს. სინამდვილეში მე მაგ მოცემულობაში კეთახები რომ ძალიან ბევრი პერიოდია აქვს ახალგაზრდას უკვე სეცონი პოლიტიკოსი შეჯერებით. მაგ უპირატესობის გამოყენება ეხლა ნორმალური დაიწყებს და მაგით აჩვენებს საზოგადოებას რა პლუსები აქვს. ის კი არა რომ ვინაც ასე ასაკით პატარა არის რომ უფრო სუფთა უფრო მართალი უფრო მჭირდება კომუნიკაცია ტრიბუნაზე დააყენება უნივერსიტეტის საშუალო უნივერსიტეტზე ის მიუღია უფრო მაგარი იქნება შემთხვევაში ძალაში მოხუცი პოლიტიკოსების ასე ძალაში მუღამი და კომპატიბილურია და საკუთარ საკონდიტო კონტაქტები ვიღაც ტელევიზიასთან დაავადებას და მასთან დაავადებას თუმცა შენ არაფერს და შემოგვიყვება შენ შრომი და შენ ისე და მოდის ის რომ ანტუანოს უნდაო თუმცა ადამიანს მიჭი და შრომა და მომდევნო უფლებებას და მოვიდა ის საფოსანები და ვიღაცასთან არის მომგონებელი. კი, იმიტომ რომ ეხლა მაგათად ახალგაზრდა რომელიც ეხლა შემოვიდა პარტიაში ფიზიკურად ის არის ჯერ პირველი პარტიისთვის ცოტა უცხო ორგანიზმი არის და ჯერჯერობით სჭირდება ხოლმე პარტიაში როგორც სახენ გათქვიფა რომ ცოტა მიიღონ ეს ადამიანი. მერე ის რომ საიდან უნდა დაიწყოს კონტაქტები, როდესაც ხედავს რომ უკვე ყველგან რაღაც საკუთრივ ჯგუფები არის, ყველა რაღაც აკეთებს და ამ დროს მოსულია თითქმის არაფერი არის, შეიძლება გარეთ იდგა, აქტივისტი იყო, არასამთავრობოში იყო, თავის ამას კარგად აკეთებდა, მაგრამ უცებ პარტიაში მოდის და პარტიული სტრუქტურის შესახებ არ იცის. ამ დროს არსებობს ეს სტრუქტურა ნორმალურად მუშაობს. ხო, ეგეც არის კი, იმიტომ რომ ქაოტური სისტემა არის. ეს ტაძართან ვიგიც რა ეკიბე რაღაც ნაწილებზე ასეშე ალბათ არის რომ დაწინაურდება და უფრო მეტი იყო ვიდრე მანამდე იყავი და უფრო მეტად ორგანიზაცია გახდება ის მაგრამ ის იქით რომ აქტივისტებთან და ხმარიდან და კარგი მხარდაჭერიდან პოლიტიკოსი როგორ გახდი ამის სქემა მე არ მინახავს პოლიტიკურ პარტია რომელსაც არ როგორ სქემა მინახავს უშესნაირად. ეგეც არის პრობლემა და ძალიან ბევრი ახალგაზრდა ხო ეხლა რას უყურებ უკვე ძალიან დაღლილიერი ამით, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ამ ყველაფრით და აი მაგათად ახალგაზრდების დაუფასებლობით ძალიან ბევრი კარგი ნიჭი იკარგება და ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი იკარგება, რომელიც შეიძლებოდა რომ ძალიან კარგად წარმოჩენილიყო, ძალიან ბევრისთვის მიეღწია და ძალიან გამოსადეგი პერსონა ყოფილიყო. უბრალოდ აი ყველაფრით თან არ ჩნდებიან, იმიტომ რომ უარს ამბობენ ეჭვები ემენდეში რო აქვს ყველას ხდება რაღაცა გასწრებული საქმეების განსაზღვრება და თუმცა არც გამოხმო სულუსიფერ პოლიტიკაში ჩართო ხოლმე არ უნდა ადამიანებს და რეგულაციებს არ უნდა გააკეთო რაღაცა დააწყო სიაში ხო იყო უამრავჯერო პირიქით რაღაცა შესთავაზებული ის სიაში ჩაწერილი შენ გაიცხოვე სულუსა უმეტეს უამრავი უარს ამბობდა იმიტომ რომ არსებობს ეგეთი პოლიტიკოსი, რომ სიაში პოლიტიკოსი არა პოლიტიკოსი, რომ ამ პოლიტიკოსი ხობრაში იყო. ისეთი მსხვერპლზე ამბობდა უარს და სამოჯამში თუ შენი კარგი მხარდამჭერი რომელიც ყველაფერს აკეთებს, ის პოლიტიკოსი იყოს, შენ ვერხი მას პოლიტიკოსად, რაღაცა შურით, რაღაცა კონგრესის შეერას შენ არ მოჩვენე. აგი პარტია არის. ან გამოუვარა ძალიან რაღაცას დაკარგავდა შეიძლება უფრო ისწავლე. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც არის კიდე რა და რაზეც მინდა რომ ვისაუბროთ არის რა რომ ეხა ხალხში წავიდა ლაპარაკი და ასეთი აზრი გავრცელდა რომ ჩვენ იმის პრობლემა გვაქვს რომ ქართული ოცნება კი არ იგებს. უბრალოდ ოპოზიცია ააგებს. ნუ ხო, მაგრამ ნუ ის არის რომ რაღაცას თითქოს ჩვენ ვაკლებთ. და აი რა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ვილაპარაკეთ ახლა მაგალითად საარჩევნო კამპანიებზე, როგორ იმართება, ვილაპარაკეთ ახალგაზრდების ჩართულობაზე, შეხვედრებზე და ასე შემდეგ. აი რა არის ამ ყველაფრიდან გამოსავალი? შენი აზრი მაინტერესებს როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსის, რომ აი რა შეიძლება მოხდეს, აი რითი შეიძლება რომ აი ეს ყველაფერი გამოვასწოროთ ფუნდამენტურად, ოღონდ არა ისე რომ აი მაგალითად გარედან ჩანდეს, რომ ყველაფერი გამოსწორდა მაგრამ შიგნით იცოდეს რომ აი მაგალითად ისევ ხდება ყველაფერი და ისევ მაგალითად ერთი ან ორი კაცი იღებს გადაწყვეტილებას და არა ის ადამიანები რომლებიც ჩანს და რომლებიც იმედიც გვაქვს რომ იდეაში მიიღებენ ხოლმე გადაწყვეტილებას რა და ვისაც მიუყვებით ხოლმე. ხო, თავად ეს სუპერ პოლიტიკაში არის ის რომ იდეებზე მეტად სახეები მუშაობენ ხო, ვიასაბაში რომ პოლიტიკოსია ეს განაუში კონკრეტის ფალი ბიზნესში არ არის ზანაუში შეიძლება პოლიტიკოსი ხელისუფალი თუმცა ეხლა მოკითხო მაგალითად აი ბიზნესში სუპერ იდეაა რა არის რა პოლიტიკოსი რა პოლიტიკოსი არის
მე უბრალოდ მიშამ რაღაცა თავისთავად იდეა და ვიძინაც ამ შემთხვევაში იდეა რომ ის კონკრეტული იდეები არ არის გამძლეული იდეები რომელიც მხოლოდ ხარჯებებისა თუ ეხლა მაგალითად მიცუდინებოდა რომ არსებობს პარტია რომელსაც აქვს კონკრეტული იდეოლოგია რომელს ხას მიყვება პრინციპულად ის იქნება მაგ იდეოლოგია უცებს რომელიც მნიშვნელოვანი პარტია არის რომელიც მიყვება კონკრეტული იდეოლოგიურ ხას ეს პარტია ეხლა ჩემი აზრით ყველაზე მეტად და გვაკლია არც არასოდეს საერთოდ მაგას არის ლეიბორისტული პარტია რომელიც ლეიბორისტი საერთოდ არ არის სახელი მუტაჩის რომ უბრალოდ ესეც სახელი იყო ბაზარზე თავისუფალი საბოლოო ჯამში იმას უნდა ვიღოთ რომ პოლიტიკა დაბრუნდეს რაღაცებს ვარ იმას რა პარტიებზე აღოს არშოვით რომ უფრო ნაკლები ხოსია რას ვაკეთებთ კარგად ჩვენ ვაკეთებთ რას აკეთებთ ბიზნესმენში ყველაზე ეს არის უილების თქმა, მაინც ანუ უილების თქმა რომ იცი ხარისხში კი არა, რაოდენობაში, რა უფრო მეტად შეიძლება რომ თავისი ნარატივი გააცნოს და უფრო მეტი ფარო აქვს. ანუ უილების ლაპარაკში ალმა შეიძლება ბიზნესს. და ბიზნესს აქვს კიდევ ბევრი ფული და ჩვენებში, შესაძლოა ფულის ხარჯაშიც არ უნდა შეიძლება. თავის კაპიტალი ხო აქვს. აქვს საქართველოს ბიუჯეტი ხო სულ მისია და მისი მხარდამჭერები მოათა კეთილდღეობას და კონსულტაციებს დამოკიდებული იმაზე, რომ ასე მოთავაზ ჯიმალაზე ხარჯები და წარმოიდგინე რამდენი ფული და რამდენი ფულის ახალგაზრდა ან უილების ლაპარაკში და ფულის ხარჯში ამ კაცს უნდა შეიძლება. რაში უნდა შევიჯიბოთ? ჩვენ ასე მოხდეს რომ შეიძლება. სიმართლის თქმა არის ფიანი ადამიანები რომლებიც თქვენ სიმართლის და ამას ნაგონები საზოგადოების ფართო მასას შეიძლება იყოს ის გამოსავალი რაც პოლიტიკურ პროცესს ამოყავს ჩიხიდან და მის საშუალებაზე საქართველოსი გაიმარჯვოს. საერთოდ ეს არის ყოფა და საკმარისი ნამდვილად არის ამას უკვე კიდევ შევაჩერე, მაგრამ ის რაღაცას თუმცა რაც გამოასწორე ის იქნებოდა რომ ნუ ეთამში ბიზნეს იქ სადაც ბიზნესა პერიოდი თუ მაგარი მაგათი ფულის დახარჯვაში. იმიტომ რომ სხვადასხვა კიდე რას ვხედავ ხოლმე რა, აი წეღანაც ახსენე რომ აი შეხვედრებზე რომ ყოფილიყო აი ჩვენი ამორჩეველი საერთოდ დაგწვავდა. ხო, ანუ შეშეთხოვაში არის ხოლმე ერთ-ერთი მთავარი მიზანი რაც იყო რა, ასე ვთქვათ, ამ პოდკასტის შექმნის იყო რა, რომ ვილაპარაკოთ ის რაღაცეები, რაც საზოგადოების ყურავ და ფიზიკურად ვერ მიგვაქვს. აი მაგალითად ის რომ ტელევიზიაში რო ვზივართ, აი მაგალითად ტელევიზიაში არის თემა თავდასხმები. ჩვენ გვიწევს რომ თავდასხმის გარშემო ვილაპარაკოთ. როდესაც ძალიან ბევრი რაღაც არის ლაპარაკო, მნიშვნელოვანი რაღაცეები ხდება, იდეები შეგვიძლია გავაჟღეროთ, მაგრამ მაგას ვერ ვიყენებ ფიზიკურად. ხო, მაგით რომ უნდა დაიჭიროთ. სმარტფონი აქვს, ყველას შეც პოზიციურ ხარჯებს სმარტფონი აქვს, შეიძლება აიღო და ისეთი ანუ ეხა შეგიძლია რომ ისეთი ხარისხიანი რაღაც წუთი და 20 წამიანი ვიდეო ჩაწერო და წამიანი რომელსაც ხვალ ნახავს ამ ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი და ყოველ მეორე ადამიანს ნახევარი შეიძლება მაქსიმუმი რა და ეგ მაძლევს იმის რომ საბოლოო პროპაგანდა ვერ მოიგებს და პროპაგანდის მოგებისგანში ხო ფაქტობრივად ფიზიკურად დავაწყო იმ სქემით მოქმედება რაც ახლა მუშაობდა საბჭოთა კავშირში და რასაც შეიძლება მუშაო 2000-იანში ვარ ისეთი ადამიანები ხარისხიან პლატფორმაზე ჩიბეში ხელი სოფიოს ცოდნა სამი პროცენტი ყველა ცოდნა მაგრამ ვერ მოიგებს შეიძლება ამიტომ რაღაცის თუ ვერ მოვასწრებთ მაგას ჯაჯმ შევშვათ მაგალითად მედია სისტემის ჯაჯმს და უფრო მეტად ილოცავ პრობლემა ჩვენ ხელში აქვს რა რესურსი მოსწავლე დღეს ბერადატები ყოფილს უნდა დღეს შეიძლება კანონს გაადო ხეს უნდა გაადო და ამისთვის ხო რა გიზამ რა ამისეს პატრონს დაიშვე მაგრამ აი ყველაზე მაქსიმუმი რა დაგავადო რა და ისიც ძალიან ძვირი დაუძლებოთ მათ და ბევრი ხალხი და ბევრი თავისუფლება და ნაკიცავს არის სულ რაღაც 100 წლის წინ კონკრეტულ ქვეყანაში მაგისტრის არის ცენდა და 100 და 50 წლის წინ გაგაცინდიდნენ დახრეტენ შემოძრას და დასახლებდნენ და გეიმარა და გეოლოგიური ხელში და ეგ თავისუფლება მოიპოვა ჩვენი მოყოლით თავისუფლება არის ეხლა სიმაღლეში შეძ გვაქვს და ჩვენი მიზანიც უნდა იყოს რომ აი ჩვენი შემდეგი თაობარობით ხო მაგათ რაღაცა უფრო თავისუფალი ქვეყანა დაუდგოთ იმიტომ რომ ესეთი ტენდენციით მოვიდით 90-იანების მერე და რაღაცა მაგას უნდა დავაფასოთ ის რაც გვაქვს და არ უნდა დავანიოთ ის რაღაცა უნდა შევმატოთ და ის რაც გვაქვს არის საკმარისი იმისთვის რომ უფრო მეტი დავხატოთ ან ავტორიტარული რეჟიმი როგორი პოთარი ვერ გაიგვაკებს 2025 წელს თუ ქვეყანაში ცოტა ხარისხიანი ადამიანი მაინც არის ამ ქვეყანაში უწუხებს უნდა
უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ხოლმე გავიწდება რა, ანუ მიყვებით ხოლმე ფუნდამენტურ ნაბიჯებს, რომლებსაც ყველა მიყვებოდა და იმას არ ვიაზრეთ, რა რესურსიც გვაქვს. აი მაგალითად, ძალიან გამიხარდება ბევრი ახალგაზრდა თუ დაიწყეს პოდკასტების ჩაწერას და რატო. როგორც თავიდან თქვი, მეტი, ასე ვთქვათ, ტრიბუნა იქნება, რომელსაც ხალხი საუწევს ყურებას, მოსმენას და მეტი რაღაცის გაკეთება შეგვეძლება, ვიდრე მაგალითად ტელევიზიაში მისვლის. იმიტომ რომ ტელევიზიაში განსაზღვრულ დრო გვაქვს, ხა მე მაგალითად ჩემ გადაცემას კვირაში რამდენჯერაც მინდა იმდენჯერ დავდებ, რამდენჯერაც მინდა იმდენჯერ გადავიღებ და რასაც მინდა იმას ვილაპარაკებ. აი ტელევიზიაში მაგალითად ხო, როდესაც გადაცემა გადის კვირაში ერთხელ, ხო იქ შედარებით მწირე რესურსი არის, იმიტომ რომ მცირე დრო არის. ძალიან გამიხარდება ყველა ახალგაზრდა თუ დაიწყებს ასე ვთქვათ პოდკასტების ჩაწერას, იმიტომ რომ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩემი კონკურენტი იქნება, პირიქით ჩემი მოკავშირე არის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ. ორივეს მიზანი არის, რომ ქვეყანას დავეხმაროთ და უშველოთ და ასე ვთქვათ ვიყენებთ იმ ხერხს, რაც ხერხიც გვაქვს. ინტერნეტი, ბიბლიოთეკი გადასაკეთებს შეიძლება ხალხი მოსვლის მოქმედს არის საჭირო შეიძლება უბრალოდ ვინც უცხოელი გასაკეთებს ნახო და გადმოყოფილო და ისინა სიმიცე რომელიც ჩემთვის არის მისაღები ესე რომ აი სხვა რესურსია მაგაზე ფიქრია რომ შეჭდოთ თან კარტობაც არის და უამსად მაგას რომ ვიღაცა მილიონებს ხარჯობს იმაში რომ რაღაც კოდი მოიწვევს და გადააცოლა და შეიძლება ეს საქმე და ეგ და მაგით გაანადგურებ და დახარჯები მიიღოს აი რა შევაგექნებოდა ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის და ახალგაზრდების აი აქტივისტობიდან რომ უნდათ უკვე რომ პოლიტიკაში გადავიდნენ. შეიძლება ძალიან ეს არის სხვარი მაგალითად თითქმის არ არის პოლიტიკოსის მომავალი რა არის ხო რაღაც მოჩი არჩევნებში მომიგოს მოძრაობა თანამდებობაზე უნდა იყოს და უკვე საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განახორციელოს თუ სამოთი მაგალითად ისიც უნდა რომ ისები იყოს და ძირითადად უნდა თქო ეხლა ეს ხო არის ამაჩანაა შედის აჩვენებს არ არის ან თუ არის ამერიკას მოძრაობას შეშლილობისა რა არის პოლიტიკოს და აქტივისტების დიდი განსხვავება არაფერი არის იმის იქეთ უბრალოდ ისე არ შეხედა რაღაცებს როგორც უყურებენ ის პოლიტიკოსები რა მე მესმის რომ რაღაცა შეიძლება ისე განსხვავდეს რაც ახალგაზრდა აქტივისტ მოწონდეს და აი მეც მინდა იმას შეგეთილიყო მაგრამ იმის იქეთ თუ არ გადავიაზრებთ ამ პოლიტიკას თავდაპირველად გამოვრო ისინი ჯაუჩიო და ის ვართ და ეს რაღაც პოლიტიკური კლასი ვერგოს ზოგადად ეს უკვე აღავნა და მასიმას და არქვი როწები და ის და ესე ძივე წელზე პირობებს და თუ რამე ახალს მოვიფიქრებ მიაღწევენ წარმატებას და თუ რამე ახალს მოვიფიქრებ შეიძლება რომ ის მითხრას ველოდები აუცილებლად მე შენს პარტიას ცოტნესთან ერთად და ნუ ასე ვთქვათ, ჩემი გეგმებიც იცი მეც მინდა რომ ასე ვთქვათ პოლიტიკაში ვიყო ჩართული და მათ შორის ვიყო ერთ-ერთი ვინც კენჭი ყრის და იმედი მაქვს რომ ჩვენ ვიქნებით კოლეგები და ძალიან კარგად და მშვიდად იმაზე მოგვიწევს ხოლმე ჩხუბი მაგალითად რომელი უკეთეს კანონს მიიღებს არა იმიტომ რომ მაგალითად შე რომელი უფრო გამოგადგება ან მე რომელი აი ხალხს უფრო გამოგადგება და კი რა და აი მაგალითად ავიღოთ რა აი ყვას რომელი უკეთესად გაწმინდავს კი იმიტომ რომ ნორმალური სხვა კონკურენცია ყოველთვის კარგი არის და ასე ვხედავ პოლიტიკურ სპექტრში ახლა კონკურენცია არ არის, ახლა არის დაჭმა, რაც ცუდი კონკურენცია. კი, რაც აისახება ახლა ხალხზე. და ახლა ხალხიც გაბრაზებული არის იმაზე, რომ ფიზიკურად ცუდ მდგომარეობაში არიან, გაჭირვების დონე უფრო და უფრო იზრდება და სოციალური გაუჩინების სიტყვი იმათებს ქვეყნის ხალხი გადის იზრდება რაც ეროვნულ ვალუტაში ჩვენ ყველაფერს დევს და თუ ყველაფერს ძალიან კარგად არის სამოძრაობაში და ხალხი ელოდება გეგმას და გადამჩენილს ცუდია უნდა უთხრათ ხალხს რომ არასდროს ტექსტები ახლა მესე არ გაჟა ავე ხა ვიტყვი და მე მგონი პირველად ვიტყვი ამას რომ არ ვართ ასე ვთქვათ პატარა ბრძოლაში ჩამულები და ამ ბრძოლის მოსაგებად ჩვენ დაგვჭირდება დრო წვალება და შრომა და ენერგიის ჩადება. ანუ ხვალდაზე ეგ ეს ამბავი ვერ მოხდება და აი როგორც შენ თქვი რომ ადამიანი რომელიც იძახის რომ ეხა ასე სისტემა ყანყალებს თვითონ ყანყალებს ის ადამიანი იმიტომ რომ კი გასაგები არის პრობლემები მაგრამ საკმაოდ მედგრად დგას ეხა და აი მედგრადგობა უნდა ჩამოუშავთ. ჩვენ შეგვიძლია რომ მუსიკით ვასწავლოთ. მადლობა შელე გამიხარდა შენი სტუმრობა და ველოდები ახალ ამბებს შეგა.